რამდენად სწორად გვესმის ლოცვის რაობა. რა არის ლოცვა? ჩვენ ვამბობთ, რომ ლოცვა არის ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან და არა რაღაც რიტუალური წესები, არა ზეპირის საუბარი, არამედ ცოცხალი საუბარი მასთან, სადაც დადიხარ, რასაც აკეთებ ნებისმიერ დროს ღმერთთან აზრებით, ბაგით თუ ქმედებებით შეერთებას და მასთან საუბარს, როგორც ჩვეულებრივ ადამიანთან გაქვს საუბარი, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს კითხავ ნებისმიერ დროს რაიმეს, აი ასევეა ლოცვა. კრიზისის დროსაც იწყებენ ხოლმე ადამიანები ლოცვას. და ძალიან ხშირ შემთხვევაში კრიზისის დროს ნალოცროცა შედეგები მოდის ხოლმე ადამიანები შემთხვევითობას მიაწერენ ხოლმე. ყველაზე მარტივი, აი ღმერთო მაგალითად გადამარჩინე ეხლა და შენ გამოყვები. მოხდა ისე რომ ადამიანი გადარჩა, არც ღმერთს გაყოლია და არც არაფერი არ მოხდარა. გახსოვთ კეთრონების ისტორია? 10 კეთროვანი განიკურნა, 10-ვეს უხაროდა ცხოვრება, 10-ვე ჯანსაღი გახდა, მაგრამ 9 წავიდა, 1 მოbrუნდა და მადლობა გადაუხადა უფალს. რა მოხდა? ის მოხდა რომ ნაკარნახევი მიზეზებით ლოცვა ძალიან ხშირ შემთხვევაში არ ნიშნავს რომ ჩვენ კარგად გვესმის რაც ნიშნავს ლოცვა. როცა გვითხრეს რომ ილოცე თორემ რაღაცა დაგემართება. გავართ იმ პატარა ბავშვებს რომლებიც საღამოს ლოცულობენ იმიტომ რომ რაღაცა არ დაემართოთ და თუ ჩვენ ვთვლით რომ ჩვენი და მისი ურთიერთობა ცოცხალი არის, მაშინ რაღაც სრულწმენებში არ უნდა გამოვკეტოთ ჩვენი ურთიერთობა. მაშინ არ უნდა ვთქვათ რომ თუ მე მისგან ვერ მოვისმინე პასუხი, ესე იგი ის არის დამნაშავე და თუ მე უცებ ვერ შევძელი და ვერ დავხარჯე ის საკმარისი დრო, რაღაცა უბედურება შემემთხება. სრულწმენებში არ უნდა მოვაქციოთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი, სინამდვილეში ლოცვა ძალიან დიდი შედეგების მოტანა შეუძლია. რაც მომს იესო ქრისტე ლოცვაზე თუ რა არის ის, რატომ არის მნიშვნელოვანია, როგორ უნდა გააკეთო ეს, მათეს 6:6 წერია, შენ კი როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი. და ასევე მეშვიდე მუხლში აგრძელებს. ხოლო ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს წარმართებივით, ვინაიდან მათ გონიათ რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენელნი იქნებიან. იესო ერთმანეთს ამბობს, განმარტოვდი. და რაც შენ გჭირდება დაფარულში აუწე ღმერთს და დაფარულში რომელიც ხედავს, ცხადად მოგიზღავ შენ, არ გჭირდება ბევრი საოცარი სიტყვების მოშველიება, არ გჭირდება განსაკუთრებული სიტყვების პოვნა. რამდენადაც ცოცხალია ურთიერთობა, იმდენად აღუწერელია ის სიტყვებით. ჩემს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა რომ მითხრათ აღწერეთ ერთი სიტყვითო ვერ აგიღწევთ. რა შეადარებო რომ მითხრან ვერ შევადარებ. იმიტომ რომ ის ურთიერთობაში არის ისეთი რასაც ვერ აღწერ და ნაღდია და მორჩა. დაახლოებით იგივე რაღაცა უნდა გვეტყობოდეს ჩვენ თუ ჩვენი და ღმერთის ურთიერთობა ნამდვილი არის. ღმერთთან ურთიერთობა ნამდვილი უნდა იყოს, იმიტომ რომ ლოცვა თავისთავად ნამდვილ ურთიერთობას გულისხმობს. ეს არის ვერტიკალური მდგომარეობა, როცა ჩვენ ლოცულობთ ვერტიკალურად ღმერთის მიმართ და არა ჰორიზონტალურად. დავდივართ თითქოს არაფერს არ ვაკეთებ, ჩვენი მზერა ღმერთისაკენ უნდა იყოს მიმართული. შეიძლება თვალი დახუჭული ქონდეს, მაგრამ შინაგანი დამოკიდებულება ღმერთისაკენ უნდა იყოს სწრაფული.